ეგო იმის სამკურნალო, ეგო ამის სამკურნალო, მე გასდეს ეკურამები რა. ჩავიდა ეს პერიოდი ვეკითხები მომის რავარო ჩამიქიშ ყველა მეთქი ბუხრები კიბოდა. არა, მაგრამ გიბრილი გახო. ავაჩერეთ მანქანა წედისის თავზე და ახლა გავუყვებით გზას ფეხით წედისის ციხის მიმართულებით. სათხარ? ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს მაღაზია სალაშქრო კუთხე. ჩემ ხალხს სალაშქრო კუთხეში. მოკლედ, არ გეგმავდით სიმართლე გითხრათ. არ გეგმავდით სიმართლე გითხრათ სალაშქრო კუთხე. ავარ ფაჯი აფსიცივენჯი წვიმაჯი. დაბახუს. არ მეწოდები. არ გეგმავდით სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც რაღაცა ეს შინაგანმა სურვილმა ლაშქრობის სიყვარულმა გადაგძლია და მეტეოროლოგიური მდგომარეობის მიუხედავად მაინც მივდივართ წედისის ციხის დასალაშქრად. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ წედისის ციხე ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლია, რომლის ნაშთებიღაა შემორჩენილი. ახლა და ამ ციხის შუაგულში ალექს დგას ტაძარი. და ამ ტაძარში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების ისტორიული ფიგურის ყუთლუ არსლანის ხატი. ხო და საქართველოში არის ერთადერთი ყუთლუ არსლანის გამოსახულება. მოკლედ ეს იყო ტიპი, რომელიც თამარის დროს მოღვაწეობდა, დიდგვაროვანი იყო და ამ ესე იგი ერთპიროვნული მმართველობის მონარქიის პირობებში გამოვიდა და მოითხოვა მეფის ხელისუფლების შეზღუდვა. აი ესეთი ადამიანის ფრესკაა გამოსახული და წავედით ვნახოთ რა. კეთს, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ათრევასა და ტანას ხეობებს. ეს არის ათრევას ხეობა, სოფელი წედისი. ამის ზემოთ კიდევ რამდენიმე სოფელია და შემდეგ ეს ხეობები ერთმანეთს უერთდებიან. ეს სამეურნეო სავარგულები და ამის ზემოთ უკვე წედისის ციხე. მიუყვებით ამბილიქს, გავწდებით მოკლედ ახლა აქ ბახს და შევიყვებით აღმართებს. წავედით. ციხის სიმაგრის საყდარ სახურავი აღარ აქვს, რაც რა თქმა უნდა სულ უფრო აზიანებს შემორჩენილ უნიკალურ ფრესკებს, რომელიც ისედაც შეიმჩნევა. ცხადია, აქ არის ვანდალიზმის კვალი, როგორც ძალიან ბევრ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან საქართველოში. ეს ხო ჩვენი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. რა საინტერესოა, არა ერთი მხრივ ესეთი დიდარი მრავალსაუკუნოვანი ძეგლებით შემორჩენილი კულტურული ნიმუშებით, როგორც არის უნიკალური ხატწერა, იკონოგრაფია და მეორე მხრივ საერთოდ არ ხერხი კიდე არ ვთილდები. მოკლედ რა, პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხედავთ მინაწერებს ამ ხატებზე. არ და შესაძლებელია მოხდეს ამ ძეგლის კონსერვაცია, შენარჩუნება იმიერის, როგორც არის. რესტავრაცია შეიძლება, ოღონდ აი ესე რომ ავთენტურობა არ დაკარგოს. შესაძლებელია ეს ყველაფერი, შესაძლებელია კარგი ტურისტული ბილიკი, ეს ყველაფერი ადგილობრივების რაღაცა მდგომარეობასაც გააუმჯობესებს თუ პოპულარიზაცია მოხდება მე ამ ბილიკის. ესეთი ამბავია. შუაში საყდარი, გარშემო გალავანი. როგორ იცოდნენ ჩვენო წინაპრებმა? ფორტიფიკაცია, ინჟინერია, არქიტექტურა. ძალიან კარგი. ვიწყებთ
დაშვებას ვემშვიდობებით წედისის საყდარს, წედისის ციხეს, ამ ბებერ გალავანს და ნებენა დავაშვებით ალექსის მანქანის. ბრუნდი ჩვენს ავტომობილთან საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასეირნება გამოგვივიდა ამინდის მიუხედავად. ილაშქრეთ, გაერთეთ, მოვინახულოთ გორის მუნიციპალიტეტის შიდა ქართლი და მთელი საქართველო პრინციპში.